თუ ჩვენ გავყვებით მანქანური სწავლების და ხელოვნური ინტელექტის შექმნის საწყის პერიოდს, დაახლოებით 7-8 წლის წინ ადამიანური რესურსების მართვაში უკვე გაჩნდა ალგორითმული გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ისეთი მიმართულებებით, როგორც არის მაგალითად თანამშრომლის დაქირავება, შეფასება, სწავლება და განვითარება. განათლების სფერო იყო ისე პირველი მიმართულება ზოგადად, სადაც მაგალითად მენეჯმენტში ხელოვნური ინტელექტი ძალიან სწრაფად შევიდა, იმიტომ რომ აქ განსაკუთრებით შესაძლებლობა შეიქმნა ონლაინ სწავლებისა და ონლაინ სწავლის მონაცემებზე დაყრდნობით გაწვრთნილი იყო მანქანის, კომპიუტერის ალგორითმი და შემდეგ უკვე ყოფილიყო მაგალითად ადამიანის სწავლა უფრო მეტად რეკომენდაციებზე, აქ იგულისხმება ალგორითმის რეკომენდაციები, ალგორითმის რეკომენდაციებზე დაფუძნებული და ჩვენ თუ მაგალითად დავაკვირდებით სასწავლო პლატფორმებს, ონლაინ სასწავლო პლატფორმებს, ყოველთვის გთავაზობენ ისეთ კურსებს, რომლის მიმართ ინტერესი ჩვენ რაღაცნაირად გამოვხატეთ ციფრულ სივრცეში. 7-8 წლის წინ არის ის პერიოდი ოპტიმალური, მგონია რომ ჩვენთანაც გაჩნდა ალგორითმის და მანქანური სწავლების გავლენა ადამიანური რესურსების მართვაში. სოფტები შეიქმნა, რომლებიც გვიხსნიდნენ თუ რა შესაძლებლობებს აჩენდა ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალებისთვის მათი გამოყენება, რა შედეგებს გვაძლევდა, რას გააუმჯობესებდა და რას დაზოგავდა. იდეაში და პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტის პირველი მიზანი, საწყისი საბაზისო ეს არის, რომ გააუმჯობესოს ადამიანის შრომა. შესაბამისად, ამ პერიოდის გავლენა ადამიანური რესურსების მართვაში ეს გახლავთ ციფრული ოპერაციები, რომლებიც ძირითადად მიემართებოდა ისეთ ოპერაციებს და გაციფრულდა ისეთი ამოცანები და სამუშაოები, რაც არის განმეორებითი და რომელსაც მკაცრი რეგულაციები ახლავს. მე ვგულისხმობ მაგალითად შრომითი ურთიერთობების სრული ციკლის ავტომატიზაციას, გაციფრულებას, ასევე მაგალითად იგულისხმება შვებულებებითა და სავალდებულო შეღავათებით სარგებლობის პროცესი და რა თქმა უნდა არის ადამიანური რესურსების მართვაში ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრუტინგის პროცესიც. თუმცა არსებობდა მაგალითად შეფასების სისტემებიც, რომლებიც კიდევ უფრო საინტერესო და განვითარებულ ალგორითმს მოითხოვს, მაგრამ აი ამისი შემოსვლა ამ სფეროში შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობს, იმიტომ რომ მაინც ეს არის ის მიმართულება, რასაც სჭირდება მეტი მონაცემი, იმიტომ რომ უკავშირიც და შეფასებაც ეს არის ორ სუბიექტ შორის არსებული ურთიერთობის რაღაცნაირად ეხლა იმაში რეიტინგში ან ციფრში ასახვა. ძირითადი მიმართულებები, რაშიც ასევე გამოცდილება დაგვიგროვდა, ეს არის აღრიცხვა და დღეს საქართველოს ბაზარზე უამრავი სოფტის ნახვა შეიძლება და ბევრი მომწოდებელია, რომლებიც აი ამ ესე უწოდებენ ადმინისტრაციის სოფტი, ანუ ამ შრომითი ურთიერთობების საქმის წარმოების გაციფრულებას ემსახურება და რომლის ალგორითმიც კარგად არის გაწვრთნილი, რომ ამ სოფტის ადმინისტრატორს, მაგალითად HR მენეჯერს გარკვეული შეთავაზებები და რეკომენდაციებიც მიაწოდოს, თუ როგორ უნდა მართოს პროცესი მინიმალური ჩარევით. მეორე გახლავთ უკვე ახალი თაობის, რომელიც კიდევ უფრო გააქტიურდა გენერაციული AI-ის პერიოდში, ეპოქაში, ეს არის უკვე რეკრუტინგის სოფტები, აპლიკანტების აღრიცხვის სისტემა, სადაც ალგორითმი გვთავაზობს თუ რა შეიძლება იყოს მაგალითად ჩვენი კომპანიის გამოცდილებიდან გამომდინარე ის კონკრეტული მოთხოვნები, რაც დასჭირდება ამა თუ იმ ვაკანსიას, თუნდაც ავიღოთ მაგალითად რეკრუტერი და ამ მოთხოვნების შესაბამისად ვინ შეიძლება იყოს ჩვენს დიდ მონაცემთა ბაზაში პოტენციური კანდიდატი, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ დავეთანხმოთ შემოთავაზებას და ალგორითმი თვითონ გააგრძელებს მასთან კომუნიკაციას. რეკრუტინგის სრული აი ესეთი ავტომატიზაცია, რომელსაც მართავს ასევე სრულად ხშირ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი, ეს არის ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო პერიოდი ადამიანური რესურსების მართვაში ხელოვნური ინტელექტის შესვლისა, რომელსაც უკეთესათაც შეუძლია პოტენციური კანდიდატების იდენტიფიკაცია, იმიტომ რომ ხშირად მიხუმრია, რომ მარტივი არითმეტიკა აქვს ამ რეკრუტინგს. ერთის მხრივ არსებობს შესარჩევი კრიტერიუმები, მეორეს მხრივ არსებობს მონაცემები ადამიანის რეზიუმეში, CV-ში და აი ამის დაწყვილება ამ ალგორითმს კარგად შეუძლია, მაგრამ აქაც არსებობს ბევრი მაგრამები
და ეს მიმართულებაც იცვლება სხვათა შორის და ჩდება მაგალითად მოთხოვნა იმაზე, ვინ უნდა გააკეთოს CV თუ მაგალითად კანდიდატის CV-ს ან რეზიუმეს ხელოვნური ინტელექტი წაიკითხავს. ამ ორ მიმართულებას გამოვყოფდი, მაგრამ საინტერესო არის ისიც, რომ როგორც წეგან ვახსენეთ, განვითარების მიმართულებით იხვეწება და საინტერესო ტექნოლოგიები იქნება, სადაც მაგალითად იგივე ხელოვნური ინტელექტი ბოტი გვთავაზობს თუ რა გავაუმჯობესოთ, როგორ ვისწავლოთ, სწავლის პროცესს ვამბობ, რა შეიძლება იყოს მაგალითად მიღებული შეფასებების მიხედვით ჩვენი განვითარების ან გაუმჯობესების მომდევნო პერიოდის და უახლოეს პერიოდის გეგმა, რომელსაც ისევ თვითონ შეგვახსენებს და ისევ თვითონ შეიძლება ვთქვათ, შეამოწმებს კიდევაც მივდევთ თუ არა ამ შემოთავაზებულ სქემას. პროგნოზიც ასეთია. პირველი ეტაპი იყო ძირითადი ურთიერთობების ავტომატიზაცია და ალგორითმზე გადაბარება. მეორე ეტაპი არის რეკრუტინგი და ალგორითმზე გადაბარება და ეხლა არის განვითარება და თანამშრომლების ჩართულობის შენარჩუნება, იმიტომ რომ ტექნოლოგიების ერაში შენარჩუნება და ჩართულობა განსაკუთრებით რთულია.